ლიდერი საქართველოს მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ, როგორც დავით არახამიამ, მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, სანქციების სამიზნე იქნება არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნეს გარემოცვა და პოლიტიკოსები. უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე კვლავ აანონსებს, რომ მალე მტკიცებულებები ექნება თუ როგორ ეხმარება საქართველოს რუსეთს სანქციების გვერდისავლაში. დავით არახამია იმასაც ამბობს, რომ დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება. აფრთხილებს ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც. კიევიდან გზავნილებს მალევე უპასუხეს თბილისში დავით არახამიას განცხადებებს მმართველ პარტიაში აბსურდული და უსაფუძვლო უწოდეს. ქართველები ამას მარტო ვერ შეძლებენ, თუ ყოველი მესამე დოლარი ქვეყანაში მას ეკუთვნის. ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევს, მაგრამ ევროკავშირის წესები მას ჩარჩოში ჩასვამს. არავინ ეუბნება ციხეში უნდა გამოგამწყდიოთო. თუ პირობებს შეასრულებს, დარჩეს ბიზნესმენად, ვინ უშლის. კეთილად თუ არ წავა აიუსება მოთმინების ფიალა. ხალხი მას მაინც გააგდებს. ეს უკვე შეიძლება მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით. ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან იანუკოვიჩის შემთხვევაში. დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები, ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნეს გარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები. მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. ადამიანები, რომლებიც დადასტურებულად ხელს უშლიან ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის გაწერილი ქვეყნის კონსტიტუციით და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით, არიან დამნაშავეები, რომლებიც აუცილებლად უნდა წარსდგენ სასამართლოს წინაშე კონკრეტულად ჩადენილი დანაშაულების მიხედვით. აი ეს არის რეალური პროცესი და ეს არის კონსტიტუციურად გაწერილი წესრიგი. რაც შეეხება უშუალოდ ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ამას წარმოადგენს და წარმოაჩენს პროცესი და წინასწარ მე ამის შესახებ განმარტებებს ვერ გავაკეთებ. ძალიან ახლოს არის ეს სანქციები და ვერ აირიდებს ახლა ყოველ შემთხვევაში ამ ქმედებებიდან ნამდვილად ვერ აირიდებს თავს. ახამიას თუ თავისთავად ჩეგევარა გონია და შეუძლია ჩამოდის ქვეყანაში და რევოლუცია მოაწყოს, არ გონია რომ ეს ასე იყოს, ანუ რევოლუცია ასე არ ტარდება, ანუ რევოლუცია დიდწილად თავრობის დამსახურებაა, ხომ თავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს მერე ლიდერი, ეს რევოლუცია შეიძლება ისედაც მოხდეს. არ მგონია ეს მე ზოგადად მგონია რომ ეს თაც სერიოზულად არ იყო რა თქმა უნდა. მე ერთი რამე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ არახამიას აქვს ქართული გვარი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ამიტომ საქართველოში და პოლიტიკურ საქმეებში ასეთი ჩარევა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის და პოლიტიკური ლიდერის მხრიდან არ მიმაჩნია სწორედ და გამართლებულად. ეს შემეძლია თქვა, მას შეიძლება რა თქმა უნდა გქონდეს თავის მოსაზრება, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, მე ვფიქრობ, რომ სცდება იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოს და უკრაინას შორის წლების მანძილზე არსებობდა. მას აქვს ინტერესი, რომ დააზიანოს ქართული ხელისუფლება და შესაბამისად ქართული სახელმწიფო. ძალიან ნიშანდობლივი იყო გუშინ წინ გავრცელდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის განცხადება, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ დასავლეთში თურმე უკრაინას დააბრალეს იარაღის გაყიდვა სხვა ქვეყნებში, ისე რომ ამის მტკიცებულებები არ იყო. ქართული ანდაზა რომ არის, ხომ იცით, სხვას 44 თორემ თვითონ ჩავარდები. აი ზუსტად ეს ანდაზა მიესადაგება მათ. ესე იგი, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთების და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველოს რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდისავლაში და ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს ამისი და პირიქით ანუ ქვეყნის ცდილობდნენ მიზანმიმართულად, რომ საქართველოს იმიჯი დაეზიანებინათ და ეხლა აღშფოთდნენ. არახამია, რომელიც შემულობს, რომ არის ქართული სულის და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი, ფაქტიურად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ ხაპუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს. მაგრამ ერთი უნდა იცოდეთ, რომ უკრაინელ ხალხს საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ვფიქრობ, რომ იგი როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი და ნაწილი
სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას ჭირდება. ის არის მისი შემადგენელი ნაწილი და მოქმედებს ქართული უკრაინული ინტერესების და კერძოდ სამამად შეიძლება ითქვას უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო.